დამადასა და მენეჯერს შორის ძალიან პირდაპირი ანალოგიაა, იმიტომ რომ ესე იგი მენეჯმენტი ფორმალურად ხო არ არსებობდა დაუშვათ 1000 წლის წინ, ასე ვთქვათ, მაგრამ ფაქტობრივად ხო არსებობდა, ანუ ვიღაც ადამიანებს ხო უწევდათ ხელმძღვანელობა. Team building-ი იყო ქართული სუფრა, ესე კლასიკური გაგებით ვკრებავ ვიღაცებს, თემას შემოაგდებს, ასე ვთქვათ, თამადა და მე ყველა გამოთქვამს თავის აზრს და team building-ზე რო წახვიდეთ, იგივე ხდება. ანუ ვარკვევთ, შენ რა პოზიცია გაქვს იმ თემაზე, მე რა პოზიცია მაქვს იმ ჩვენ კოლეგას რა პოზიცია აქვს, ხო? ფაქტიურად ჩავთვალოთ შეგვიძლია, რომ თამადობა იყო ეს ქართული სუფრა თამადობა team building-ის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი. იყო მე მგონი იყო. ხო, აი იყო მე მგონი ძალიან სწორი ფორმა, იმიტომ რომ დღეს მე რასაც ვაკვირდები, როცა თემას შემოაგდებს თამადა, განსხვავებულ აზრს იშვიათად ვისმენთ ხოლმე, ხო? აი ეგ რამქნა. გააჩნია, სად მოხვდებით, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთ სუფრებზეც მოხვდებით, სადაც ეგრე არ არის. თუ ნდობის გარემო შეიქმნა რაღაცნაირად, ალკოჰოლი ცოტათი უწყობს ამას ხელს, მე რაღაცა ცოტა უფრო იხსნება ადამიანი. ანუ თუ გაიხსნა და სანამ დათვრება, ასე ვთქვათ, აი ეგ შუალები და ოქრო. რამდენი სადღე გძელოა ეგ? რავი, 1, 5 ალბათ, 5-6.